ეს ნიდერლანდური წარმოშობის ბრიტანელი მხატვრის სერ ლოურენს ალმა ტადემას ნამუშევარია. ლოურენსი ნამუშევრებს რეალურ ფაქტებზე, მოვლენებზე, ლეგენდებზე დაყრდნობით ქმნიდა. ცნობილია, რომ მე-15 საუკუნეში 1421 წლის 18 ნოემბერს ნიდერლანდებში ძლიერი წყალდიდობა მოხდა. 72 დასახლებული პუნქტი წყლით დაიფარა. დაინგრა ქალაქები, განადგურდა სოფლები, დაიღუპა 10,000-ზე მეტი ადამიანი. როდესაც სტიქია ჩაწყნარდა, ადამიანები ზღვის ნაპირზე გამოვიდნენ. ისინი გადარჩენილ ადამიანებს ეძებდნენ, აგროვებდნენ სანაპიროზე გამორიყულ ნივთებს. ლეგენდის თანახმად, სწორედ ამ ადამიანებიდან ერთ-ერთმა ნაპირთან ძალიან ახლოს ბავშვის საწოლი შენიშნა. შემდეგ კი გამოჩნდა კატაც, რომელიც ბავშვის საწოლის ხან ერთ, ხან კი მეორე მხარეს ხტებოდა. მომხდარის შესახებ მან დანარჩენებს აცნობა. ზღვაში მოტივტივე საწოლი გამოიტანეს. აღმოჩნდა, რომ საწოლში უდრტვინველად ეძინა ბავშვს. კატა კი, რომელიც საწოლის ხან ერთ, ხან კი მეორე მხარეს ხტებოდა, თურმე ამ ფორმით წონასწორობის შენარჩუნებას, ბალანსის დაცვას ცდილობდა. სწორედ ამგვარად კატამ საკუთარი თავის და ბავშვის გადარჩენა შეძლო. როგორც ჩანს, მხატვარზე ამ ლეგენდამ დიდი შთაბეჭდილება მოახდინა და ამ ლეგენდაზე დაყრდნობით ნამუშევრის შექმნა გადაწყვიტა. როგორც ხედავთ, ერთგვარ კონტრასტს ქმნის შვიდი სახით საწოლში მწოლიარე ბავშვისა და შეშინებული კატის გამოსახვა. მკვლევართა ნაწილი მიიჩნევს, რომ სასურათის სიბრტყეზე გამოსახული ბავშვისა და კატის გამოსახულებები ექსტრემალურ სიტუაციაში აღმოჩენილი ადამიანების სიმბოლურ გამოსახულებებად უნდა მოვიაზროთ. ბავშვის გამოსახულება იმ ადამიანების სიმბოლურ გამოსახულებად გვევლინება, რომლებიც ექსტრემალურ სიტუაციაში სიმშვიდის რაიმე ფორმით შენარჩუნებას ცდილობენ, ხოლო კატა იმ ადამიანების სიმბოლური გამოსახულებაა, რომლებიც ემოციებს ხვევიან.